ეხლა მე რო ხელოსანი ვიყო და ესეთი რომ მოვიდეს, აი გამფუჭდა კაროვკა, ხო რა კარგის ტრაკსა. აი შემოსავალი. Короче, უცებ გაუმარჯოს დღეოდე ჩვენს თვალეს ლოჟიკა, მაგრამ მანამდე სახელმწიფოებზე გადავერთებით ცოტა ხანი ეს არის რადიო ხელოსანი და 2 კალა იძახის რომ გაგვიფუჭდაო Ford Fusion-ზეო კაროვკაო რა. აქედან ხელოსნები ვიკითხებს რომ რა ჭიისმეს კი ბრატ, იასნია ხო დაინტერესება გამოიწვია. თორე ჩვენ ხელოსნები ვართ. მეუბნება რომ აი აღმართში ვერ მივდივარო. აღმართში ვერ მივდივარ, ვერ ვძრავ მეთქი აღმართზე თუ დგას. აღმართზე ვერ აძრავს. აი ეგეთი პრობლემა. თუ შეიძლება კომენტარებში კალასო დაუწეროთ რომ კაროვკა რო ჩაშლილი იყოს და დედა რო ხო ეს საერთოდ ვერ დაძრავდა. მე დიდი ალბათობით მგონია რომ იძახის რომ თან ზეთიო გამოსაცვლელიაო და არ არის საერთოდ ზეთი კაროვკაში და კომპრესია არ აქვს. კაროვკაში არა ერთო ზრავში. არა, ზრავში რო იყოს საერთოდ ვერ დაძრავდა და ჩხარაჩხურის ხმა ეკრებოდა და სადღაც გამოიწვია. შენ ცერკვავი მანქანებში? აი აჩიკო პროფესიონალ მანქანა ეგრე რა. ძალიან ცოტათი რა. აჩიკომ რა გააკეთა, იცი? 2 ცილინდრი ქონდა გაგლეჯილი მოტორში. გახეული ქონდა მოტორი გამოგლეჯილი და მირეკავს რომ რაღაცა ხმა აქვს მანქანას. ეგ იყო ეგრე გააჩერეს ეს შემა. მოიცა ზეთიმა გამოსაცელა და მეს კი ვა რა ძმა ბიჭო მიხდა მეს კი მოტორში ზეთში რომ წავიდა თეგეტაში კაროვკაში ზეთი შეცვალა. მოტორია გაგლეჯილი უზეთობისგან. ახალი ზეთი ჩაასხა და რა ხარუხით შემაღმართზე რა მოვიდა ბოლომდე დაასტუკა მანქანა. მაგრამ კაროვკაში ახალი ზეთი ესხა რა. ეხ შენ ვერ გაიგი გიორგი, მაგრამ აი იგივე სიტუაციაში ხარ რა. იძახი რომ კაროვკა გაფუჭდაო, აღმართზე ვერ ავდივარო. მინიმუმ შეიძლება აღმართზე არ ნახე, რომ ძრავ, აი თუნდაც ზადნიში რომ ვაგდებ, აი თავიდან არ კიდებს რა, აი რაღაცა და აი მე ვარდება. მე არ ვიცი რატო გაფუჭდა, მაგრამ ზეთი რომ უბრალოდ შეცვალო. ანუ კაროვკაში. კაროვკაში ზეთი თუ არ არის. ზეთი უნდა ჩაასხავო. არა, ეგეთი არ ვარ ხა. ვარ ხო. ოლეინა და რა ეგეთიც არ ვარ ანუ. მეთქი მანქანები. შენ ახლა პოსტივზე რაღაც სიუჟეტს უყურე და გონია რომ ჩემს რაღაცა წარმოდგენები შეიქმენი ეგრე არ არის რა. პოსტივი ეხა უყურეს, ეხლა ეს გააპიარეს, რომ კაცი კაროვკა არ აქვს და მიწოლით დადის მაგის დედა. აიღალა კნოპიჩა მიდი აბა გადამოდი დაძვრისაც მიაწექი დაჯექი. ვიყიდე ვილისი შეჩემა. გადმოუსულათაშლი მანქანას. არა, მართლა. ეხლა დაופიქრდი. აი მანქანა რადგან უკვე დანიშლება. უკვე წარმოუდგენელია მანქანის სიარული. ჩემნაირი ხელფასის ადამიანი 34,000 ლარი რომ აქვს. ამ მანქანის სიარული წარმოუდგენელია. ტატოს როს თქო 5,000 ხა 30,000 ბებეს მაინც. არა, ტატოს გავრცელდა რომ 25 აქვს. ჩემზე არაფერი გავრცელდა ჯერჯერობით. მაგრამ იცი რა არის მე უნდა შემოგთავაზო გიორგი რომ ეგ მანქანა გავყიდოთ ახალი მანქანა ვიყიდოთ და კონტენტი ცუდ ხელოსანზე ჩამოვიყვანოთ და თავიდან ბოლომდე გავაკეთოთ რა. რა თქმა უნდა მე ჩემ მანქანა გადადებული მაქვს გვერდზე რომ შენი კონტენტი ვაკეთო თან მეორე არხზე. არა მომისმინე შენთვის კარგი არის კარმინდო შევეწყობით დამეც მაგრამ შენთვის არის კარგი შენთვის გეუბნები შეჭმა რომ ხელოსნებში ფული არ დაგიხარჯება და მანქანა ჩამოვიყვანოთ თქო თაზა გავაკეთოთ შენ მოგივა თაზა მანქანა მეტი დაკიდა აჩიკოს კითხე როგორი სერვისი არის ყოფილი კლიენტები აჩიკოს შეჭმა გადამდგარი მაიორის ვიძე ხარ ეს მოხსნილი მაქვს ფრიცი თორე შონზიკა როგორ არის რაღაცა ვკითხოთ ეგრე გააქრე მოტორს ჩააყუდე შეჭმა მე ჩავაყუდე შეჭმა კაროვკებს აკეთებინებ არა აი რა შონზიკა რა შვები მაგის დილდეში რა ვიცი კარგად ვარ თქვენ ძმებო კარგად რა მე კარგადსა მე საკაიფოთ მაგრამ ის არ არის შესაბამისად რა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვარანაირი ხმა მოხდა რა დამიბარი ვასაადე დილი ჩაწერაზე ძმაო აუ დილი აი რა არის ცხოვრება ბიჭო რა დილის 8 საათი მართლა ძნელია კი მეც გამო დილის ეთერში მაქვს ნამუშევარი 2 წელი არც გათენებულა შეჭ რომელი საათი იყო ვიღვიძებდი 5-ზე 5 საათზე ვიღვიძებდი რა ჩემი ბრალია მართლა იმიტომ დაგეძლა შეჭება დილის 5-ზე რო განძრეული შე მე და შენ შორს ვის აქვს ცივ კაროვკას რო გადასხებდე წახვიდოდი მანქანას დედის მანქანა ყავდა მაგრამ კარგი ამის ნახე ტიპი რო აკეთებს მაგ პაროდიას მე და შენ შორის TikTok-ზე რო გაიშ ნამეტანი მოვიდა просто ყველაფერზე გააკეთა და სპანჯობში არის ესეთი სერია რა სპანჯობს გაეხება შარვალი და დაგაეცინებათ და მე სულ მაგას აკეთებს არ შეიძლება სულ ესენი აკეთო რა თქვენ არ ვიცი რამდენად ადევნებთ თვალს შონზიკას სოციალურ მედიას მაგრამ ძალიან საინტერესო და რთულ საქმეს შეეჭიდა შონზიკა ცოტა ხნის წინ რონა დაიკლოს რა წავშალებული მართლა ჯარ მოგიყო მე შენ ამაშენ ერთს დაიწყე ახლა შორის ქალაქში გამოჩნდა რაღაცა დიეტის ვიდეოები
კარს ეგ დიეტისტები რო ხვდები რომ ვიღაცამ დაიჭრა ინფლუენსერები რა, ცუდად არ გაიგო. არა, მოუღრას. ხო რა. აი მაგალითად ანი ლოლა იმან როგორ დაიწყო? ადევნებ თვალს სოციალურ მედიას. მოკლედ მოდი ვიტყვი რა, მაგრამ სოციალურ მედიაში გავრცელდა შონზიკას ვიდეო. გამხელი ჯობია შონზიკა, მართლა რა, აი ესე იგი, თავიდან მთელი ცხოვრება, მოდი სერიოზულად ვიტყვი რა. შეიძლება აგეთ სერიოზულად თქვი ვიტყვი ვეცდები რომ უგეტინება ხოლმე შენ არასერიოზული კომენტარები მოყვეს, მაგრამ შენ სერიოზულად თქვი. ვიცი და არ მიეცი კომენტარებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. აუ რა მომქნა. ეგ დაიკე, გააგზე, მაინტერესებს. მთელი ცხოვრება რა მამაკა ეს სპეციალურად მივიღე ეგ ხმა რომ ამ მომენტისთვის გამეკეთებინა ესე რა. დიეტაზე მოგვიყენა. მთელი ცხოვრება, მართლა მთელი ცხოვრება. გავიგეთ, მე ყველაფერი უცადე რა, აი რაც შეიძლება რომ არსებობდეს რაღაც ხო იცი, აი ქვია იმას ბასტოს გაშვება. ჰერბალაიფები და სადე? ბასტოს ხოთაშორის იმდენად ნერვებს მიწამებს, რომ ეგ მეხმარება, რომ გავხდე. ნერვიულობაზე ადამიანი ნერვიულ, მართლა? არა, პირველი პრობლემა არის ბასტო. შემდეგ ბოდიში ჩაგერია. ხო და ყველაფერი ხო ცადე და ბოლოს მეთქი აი ხალხის წინაშე რომ ავიღო ეს პასუხისმგებლობა. რომ იქნებ რა ვიდეოს ხო აღარ წავშლიო რა. მაგუჟი ანუ ეს დიეტა არ ხალხი ვერ ხვდება, იმიტომ რომ ვიდეო აღარ დევს. არ შემიძლია რა, იცი აი 7 საათზე ეს უნდა ჭამო, 3 საათზე ეს უნდა ჭამო, 12-ზე ეს უნდა არ ეს აღმოაჩინე რომ არ შეგიძლია ეხლა თუ 28 წლის განმავლობაში აღმოვაჩინე რომ არ შემიძლია და ეხლა რას ვაკეთებ? იცი ანუ იმ კონკრეტულ დიეტას არ ვაკეთებ თორე ისე ვარ დიეტა. არა, სერიოზულად რა, მართლა. შორს ცხოვრობდა გვიან მოხონდა საჭმელი აი რა. არა. აბა რა აქციების ფონზე ხა დიეტა. რა, არ ვიცი, აი მართლა. არა, ვაფშე არა. ანუ ეგ პროექტი მორჩა დამთავრდა. არა, არ თავისებური სახე შეიძინა. შენ მოგაკ ეგ საჭმელი თუ თვითონ მოაქვს? თვითონ მოაქვს. მე მივმართავ რომ ჩემთან უეჭვე. ას მიმართა. მართლა გეუბნები. ოღონდ თუ მოიტანენ გიორგი წმინდაში. მე ვერ ჩავალ საჭმელად, ყლეზე გიდია. გიორგი წმინდა რამდენი გლდანში არის რა. გლდანში მოიწვის მასშტაბით მოიწვის. ხო, იმიტომ რომ ნახე დილიც მე მიწევს. სერიოზულად თუ გინდა მე აი მაშინ ერთ პერიოდი მაგრა 7 კილო დავიკელს 8 კილო რა, აი უცებ ხო. და კვერცხს თოჭამდი 20 წელს დილით ხო? დილით 20 წელს. 20 წელს კვერცხს 4 დღე უნდა გადააბა, მე აი 4 დღე თუ გადავაბი, მე მეხსნება ის ნირვანა რა, აი ფოთლები ამომდის და ხალხს ვიწყებ ლაპარაკს ვიცოდათ თოჭამთ, ბო. არა, მე ვერა. ხო და ადრე შემეძ. მე თუ აუშვი მე ახალ წელს და პატრონი ნიგოზი თავიდან ადრე რა, ადრეს გამიკეთებია რაღაც ენდოკრინოლოგთან მივლია რაღაც. ბიჭო, რო ივარჯიშო გეზარება? ძალიან დიდი წონა მაქვს და ეხლა წნევები და რაღაცა რო არა ბიჭო, ნორმალური ტრენერი ნახე. რა უნდა კითხო იცი? ისე ტრენერებო თუ ვიყურებთ და მე კონტაქტი. აი, ჩემი ტრენერი. არა, სიტყვას არ ასრულებ, ვინ რომელი ტრენერი დაგიგო. არა, გავიგო, რთული კაცია რა. ჩემი ტრენერი იყო დავითა რა. ამჩი მე მგონია რომ ეგ არის შენი კაცი რა. აქ განშია მაგალითად. ჰა? ანუ მოკლედ ერთ პრომოუშენს რო ბოდიში რა, პრომოუშენს რო აკეთებ საკუთარი თავი ტრენერი ყავდა ისეთ. ხო უნდა იყო ტრანზე ისე რომ აი, ამექცა მე შეჩემა რა. მოკლედ ანუ ჩემი სიტყვა მე არ გადავსულობა ჩემი. არა. ჩემო გია. აბა. სიტყვას არ გადავსულობა. რა სჭამ ხომ? მოიცა აცადე კაც ერთი წამი. არა, რა მოაქვს თქო, ეგ მაინტერესებს. კეტო დიეტა რა. რა არ ვიცი მე, კეტო დიეტა. ანუ ცხიმი და ცილა არის 4. მე ეგრე ჭამდი 20 კვერცხი დილით დაუბრახულე. წყალს არ იღებ რა და შაქარს და რაღაცას, აი ეგ თემა არის, მაგრამ ანუ ძალიან მაგარია თუ შეძლებთ. ჩემი დიეტა მოკლედ მეგობრებო, ყველას პირობა არ დამირღვევია, მე 1 წელი ვთქვი და 1 წლის განმავლობაში ვარ, ოღონდ როგორ ახლა. ნახე? უყურე საკაიფო ჭამ. შაბათს. არა, სერიოზულად, მართლა არ ვჭამ ცხიმს, ცომს, ტყბილს და გაზიანს. ოღონდ ეგ მართლა 1 წელი ეგრე ვიქნებ. ბიჭო, ერთ წელი აღარაფერი გჭირდება. მართლა გეუბნები, ანუ კეტო დიეტაზე მოიდი. ცხიმს, ზეითუნი შეგიძლია რა, ზეითუნი. რაღაცა ის მაჩუქეს, თუ რაღაცა რო ელექტრო აეროგრილი და მაგრამ სწორებს რა. ბიჭო, ნახე, ზეითუნის ზეთს რომ მიიღო, პრობლემა არ არის. ზეითუნის ზეთს უბრალოდ ძვირია. მე даже კანალს გასწავლე, მე თურქეთიდან ჩავამაკ. შენ დადიხარ შენ თვითონ? არა, ადამიანია რომელიც მოდის ხოლმე და 5 litrს ყიდულობს 60 ლარად რა. აგრეს ლიტრი 59. даже 700-იანები არ არის, რაღაც 40. ხო, რაღაცაში. აი 2-5-იანით მომაქვს ხოლმე და თითქმის 1 წელია მე ჩვეულებრივი ზეთი არ მიხმარია რა. ცოტა გემოს კი უსვეს, მაგრამ მე რო დაამუყავებ. არა, მე მევასება. სირტაკი და всё რა. მაგრაც უს, მაგრამ მე ვერაფერს ვერ ავწევ ჩემ ორგანიზმში, იმიტომ რომ აი ცომს ვერ უქენი, მაგის დედა
ვერაფერი. მაგინა მაგარი მეთოდი გასწავლე. აბა. აი ფურცელი და პასტა აიღო. და დაწერე ფიცი. სერიოზულად. აი რაღაც შენ შვილი დაიფიცია რაღაც ეგეთი და ძალიან გთხოვ მაგრამ მოქმედა. დიეტაზე და რაღაცებზე შენ უგასცემ რეკომენდაციებს და ის ვარჯიშს ანუ არ ხართ ის ხალხი ვინც დაწერე აი გაიგე. ეს მომიწევ ამ დროს ამ გადაწყვეტაში? კი. ერთში მე მოვდივარ აქ და თუ ეს წონა ეს ვიქნები. საჩიკო მოიტანა რენდომ თემების საკითხები და რაღაცებია. დაუტოვეთ და წაიკითხავს ხოლმე. ეხლა არის რა რიცხვია? რა რიცხვში დაიდება ეს რაღაცება? კაი, რიცხვი არ გინდა, ეგრე უნდა კონკრეტნებით. უბრალოდ იანვარში 2026 წლის იანვარში მოვდივარ სტუმრად. და ისევ კაი, რამე რო უთხრა ხა რომ მე ის ამ ვიდეოს ჩავსვათ რომ შენ თავს რო ეუბნები 2026 წლის იანვარში. გიო შენ შეძელი მაგარი სიმპათიური ბიჭი ხარ თო. შენ ხო აი წონის პრობლემა ბავშვობიდან გაქვს. სულ. არა, იცი როგორ არ თავს კარგავს. ეგ მამა შემძვალი არის მართლა რა, ესეთი წონის პრობლემა რო გვაქვს. გენეტიკა. არა, გენეტიკა არა. თავია გამხდარები ხო ის ხოთაშორის რა. ადამიანია. მე ბავშვობიდან მახსოვ ხარ შენ და სადაც 5 წლიდან 5 წლამდე ხა ბაღიდან რო გამოდიოდი, ხან ვის მივყავდი სახინკლეში, ხან ვის და აი ხინკალმა იქნა. ლუცმას მეუდნენ და ძალით. ერთი წუთი რა ყურადღება მინდა ეკრანზე ცოტა ხანი? მოიცა ვერ ვლაპარაკობდი? არა, საინტერესო თემატური რაღაცა. აი, მან დოარ 8 წლის. თემატური რაღაცა უნდა ჩავრთო. მან დოარ 8 წლის. დაჟე დრუპი უფრო გამხდარი. დრუპია რომ ვიდრე მე. ვიდრე შენ. აი აქ ნახე. არა, მეგორი აზრი არა, იცი? არა, ბავშვობაში გამხდარი მიყავდა რომ. არის და მამა ჩემიც არის ეგეთი. ხერხემალი და ჯუსტები. მართლა გიგული, ანუ შენ ბევრად ძროსული ხარ აქ. ბევრად კარგ ვიდეოებს რო იღებდნენ ბავშვობაში. იგი. ნახე, რა ხარისხი. ეს იცი საიდანაა, ჩიმოპარული? აუ, ხوار ლამაჯვავენ მაგას რო ვიზა. არა. პეპსის რეკლამა რო თუ კოკაკოლას რეკლამა რო არის. ალ კაპონეს ხმით პეპსის რომ იცნობს და კოკაკოლა მინდაო, არ გაქვს ნახე? ეს 202-ია? ხო. 202 ზეზო არის. რაბა, ყველა ბავშვს კი არ ქონდა ეგეთი ბავშვობა, რომ 202 სეზონში ყოფილა. აბა. რამხელა ჰედსტარტი ქონდა ბიჭო და რითი დაამთავრე ჰამაკით. ჰამაკით და ბასტოთი და ხორო და ამალი კორსიზი და ინა მისტი მიუნაე. კორსის რა სუნია კროსოვჩე. ამასაც არა, არა, მაგას მაფიაზე მიჯდა გვერდზე. არა, გაჩი ყარს. აი სუნს ასწავლი, იმათი რა ქვია? ბიჭო, აი ეს ვინ გამიკეთა, აი ამან ეს შემიცვალე, ხო? საკაი როგორი ტყუილის სუნი, იცი? აი, სხვათა შორის ბასტოს სუნამოებში ერკვევა ძალიან მაგრა. აი იმ დღეს მივედი და რაღაც ის ყლე ხო რაღაც არ შეუმიტრიალები. გადასხიაო შენ. ხო, არა, მითხრა რა რა მასხია და რაღაცები და ვარათ ეს რაღაცა მე დავფიქრე და არასდროს შეუმიტრიალებია. თავი აქ აქეთ. ნახატი აქ იქ და მეცეგრე ვარ, მაგრამ ეგეთ ამბებში მეცეგრე. ვიღაცა მაჩუკა. მაგრა ერკვევა. შენაერ პეროკაცი ისე კი უნდა ერკვეოდეს. თვითონ რები, აქვს ისი რაღაც. ბიჭო, კაცის სუნი მგონია რომ ბევრად მაგარი არის, ვიდრე არაფერი ჯობია. ვიდრე ხალი? არა, სუნამოთი აზრი. აი ხო ხარ მანქანაში ჩაყუდებული მაზუთიანი რო ხარ და მე რო სუნი. ბიჭო, ხელებზე მაჯავენ რომ ისქენიო, მაზუთი მოიშორეო, დაიბანეო რა. მე მინდა მიმართო ხელოსნებს აქედან რომ ვინმე თუ იცით, ამერიკაში ვიდეოებს რო უყურებ ხომ, იმათ აქვს რაღაც ცალფეთკი და ესე შვება. და სუფთა არის. ჯერჯერობით ჩვენთან ჟელე და ის არის ბენზინი და კანი გამიუხეშა ძალიან. ანუ როგორიც ხარ ისეთი კანი გაქვს უკვე. ჭირდება ისა რა, რამე მეთოდი, აი არავის არ მიმართავ ეხა, მაგრამ ხო და რა მინდა რომ გითხრა. აი რა ადამიანები რომლებიც აი მუდმივად წონაში არიან, აი სულ გახსოვს რომ არიან წონაში. მე არ უხდებათ გახტომა. ჩემი აზრით. ო, აი ტატიშვილი. მე მგონია რომ შენ აი ნიკოლოზ მემანიშვილი. მოცემულობაში ნიკოლოზ მემანიშვილი რა დენს გავსა რო გახსა. რაღაც 2-3 თვის სანამ მივეჩოდით. მომივეჩეთ მე კაი. ანუ მართლა სულ რო ჩამომეწეულს კანი აი აქამდე ეგეც მაინც გინდა რომ გახდა. ბიჭო, რამდენი რა არის შენი სამთელობა მართლა რა. მიზანი რა არის რამდენი გინდა? ეხა ხო, მართლა. 90. 100. 100 განახევრება. 95-100. რამდენი ხარ ეხა? განახევრება საჭირო. აუ 167. რამე გიდებს ბოზიში 167. რამდენი? არ გეტყობა მაგდენი ბიჭო. არ მართლა ნუ ამშვიდებ, გეტყობა. ძალიან გეტყობა. არა, მაღალიც არ 160. მე ვარ 99. აი ეგრე მინდა რომ პიკი იყო ახალ წელს, აი რომ ბევრი ჭამედა რომ არ გესაკი, აი რომ დავდექი ტელეფონით ვიყავი 99 და 700, მეთქი 100 არ გახდა. 100 თუ გახდა მე წავს.
ხომ არ მე ვიცი რომ ძალიან გამხდარ. ეხლა აი ვერ იცნობ. ხო. რომ ძინავს დილით რომ შემოდის ხოლმე რაღაცა რომ აიღოს, ან თვალს რო ახელ ცოტა ვიზაბები ხოლმე, მეთქი აი ეს რა ვერ ვცნობ რა ძალიან გამხდარი. ხო და მე ვიცი რომ რაც უფრო დიდი წონა ხარ უფრო მარტივად აკლება თავიდან რაღაცა კარწყლები რო გამოდის. თავიდან რაღაც 10 კილოთ, მაგრამ 70 რო დასაკლები. არაფერი ბიჭო. просто მე მგონია რომ ვარჯიშისთვის ტრაკი უნდა აწიო რა. ბიჭო ხო მაგრამ მართლა გეუბნები მე რო ვივარჯიშო ეხა დატვირთვით. არაფერი დატვირთვით ვარჯიში ნელა დაიწყებ ძალიან ნელა. კარგი. მოდი ხმარება. არ დავთრგუნოთ ადამიანი. არა, პირიქით ჩვენს დასაკლებები გვაქვს מחר. ბიჭო, ერთი შეყოფა. შენ ჩემიაზე დაკლებას არ გიშველის, მაგრამ მაინც. მე ახიპი მახვე. რაღაც ახლა ლაზერები და რაღაცების ძებნა დავიწყე, ესე გადებენ და ამას იშოვე. არა, კუჭოპერაცია ფორმის პრობლემაა აქ ამას. არა. აი ეს ამაკ რა. ადრაკის ცხენს გავს რა. ეგ სხვათა შორის მისგან არის. როგორც ვიცი, მუცელის მისგან ის. გაცხილონებული მაქვს გვიძლი, იმიტომ რომ აი ხო არა ვჭამ, ხო აი დავინახო ორი სხიმი, ფუ უცებ გადამეკეტება ღამის პირველ საათზე და გამზდენ ბავში დილით კითხობენ საწავიდა ხო და მე უკვე ვაუდეს მე ციხლიკა დამილევია თო ანუ შენი ცხიმები აკუმულირდება ერთ ადგილას სასმელს ვაუ არ swams არა ხო მაგისგან არის უფრო ვიდრე არა ახალ წელს მაგარი დავლიეთ მე და შენ מחარ ისე რა ვახტანგურები კი ვსვით მაგრამ შენოდის წახვედი თუ არც მოსულ ხარ არ ვიყავ ძალიან თრალი ვიყავი და 6 თვე არ დამილევია. ახლა მახსოვს რომ აი რაღაც ხარაძელოს ამბობს. ის სუფრალზე მისვლემ კიდია კაცო. ბიჭო გზაში იყო, მოდიოდა რა. თქვენთანაც ეგრე იყო, ანუ ახალ წელს რაღაც ხო გავიზარდეთ, მაგრამ მაინც რაღაც განწყობა, რაღაც ხო არის ხო გააქვს. ვაფშე არა. 31 დეკემბერს სახში რო ჩალიჩი მიდის რაღაცა. არაფერი ვაფშე. არა, ხო და მე აი ხა მეც ეგრე ვიყავი რა. მახარმა დადო გადაცემაში პირობა, რო იცოდ პირობებზე თუ ლაპარაკობ და ფიცებზე რომ სურვილი წააგო თან. შარშან მოვიდა თან ჩემთან. და სურვილი წააგო და მეთქი რა გინდაო და ამას იფიქრა რა ეტყვი რომ აკუმულატორში ზეთი გამომიცვალე რაღაცა და არაფერი მეთქი თან ხალხი გათფა რა კომენტარებში ვაიმეო გიორგიო როგორი ესეთი მეგობრობა და ძმაკაცობა გაქვთო რომ ახალ წელს მეთქი მოდი მეთქი პროსტა რაღაცა ერთად მარტო კი არ მეპატრო ვინ იყო მოსული ჩემი ძმაკაცი აჩი ეს დღეიდან რა ვიცი მე და შენ შორის მოციქული არის ყრია აი ახალი წელი ისე გავია. ხო. კალა, დაგირე კამახა რამ ბოდიში მოგიხადა რომ. კი, ბოდიში მიხადა ისეთი აიკო. ბოდიში ესე რა შემი ხო არა ხა. დაგირე კალა ვაფშე ჯესეთი გარც მახსოვდა გადაცემაში, იმიტომ იმდენ გათში ბიჭო ეგ პერიოდი მქონდა აი ძალიან ნერვიული მე. ანუ ჩემს სახში გიო დაპატიჟება გჭირდება შენ. აი რა არა მჭირდება შეჭება მე რა ვიცი. აჩიკოს ვთხე რა შევმეთქი და რაღაცა ვერ მოიხოდაო. ძალიან ცუდად ვიყავი შენ. არა მე ძალიან მეწყინა. აი გავიგე ძალიან მეწყინა. მე და აჩი მაგრა გავერთეთ. იმიტომ რომ თქვენ გქონდათ სამხერო და მე არ ამქონდა სამხიარულო რა. დედა ნებოდა ქვეყანა შეჭება და იდექი და აჰა სხვაშორის აქციებზე აჩის თანხად ვიდექი. არა არ მნიშვნელობა. ორმაგის სტანდარტი აქციების დადიხა და მე რომ აჰა მე კიდია მე 31 წელს შეყოფილო. არც არ იქნებოდა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს მაგრამ ახალ წელს შევხვდი. ბიჭო. ბეცმინდოდა მაგრამ შვილი ბავშვის პონჩი ვერ წავედი ფოთლად ბოლომდე რა. არა ბავშვი იმის ფიშკა არის. ძალიან ბავშვი 1 წლისა რა ჩემი შვილი 1 წლის და 3 თვის და მაგარი მულა მაქვს რაღაც თოვლის ბაბუი გავიჩითო და რაღაც ვაჩუკო რაღაც ძალიან დიდი მანქანა რაღაც ხო იცი აი კედელზე რო ადის და რაღაც ესო შევარჩიე და აი თელი ამბები ბიჭო მივიხონე თოვლის ბაბუა რაღაცა და აი როგორ დაიკიდა ისი პროსტა ესე მიაწვა და ხუი და წავიდა რა გაიარა არა ბოლო შანსი გაგო თოვლის ბაბუის ფორმა გეცვას და გავდეთ არა წელს ბოლო შანსი შემდეგზე არა ეს რა ფორმაც არის ეს ძედმაროს თოვლის ბაბუა ბევრად ახმახია სანტა კლაუს 1 წლის მერე იქნება თოვლის ბაბუა აი თოვლა უფრო შენ სანტა კლაუს ხამის პირველ საათზე რო ჭამს მასონები შენ გეი არის ბიჭო სანტა კლაუს არის გეი მოხდა არაბაზრები სანტა კლაუს არის კოკაკოლა შექმნილი ბავშვობის პონჩი რა როგორც შენ შექმნა კოკაკოლა რაღაც გადაკვეთის წერტილი გააქვთ ისე რა გიგე აუ ბიჭო აი პროსტ ამ მიკროფონს ვინმეს ათხოვებ კიდე და შემიცვალე ხო თან ეს არა ბიჭო ესენი გოგსაყიდელი რა ესენი გოგსაყიდელი არ მინდა არა ამის მიკროფონი შვებოდა ამას და ეხა აქეთ არის დაყენებული ნაფო ეს იქ არ მოვიდა ახალ წელს და
რას აკეთებდი ძალიან მაინტერესებს არაფერი ვიჯექი და მეძინაც მოყვა რო გახდა ახალი წელი ცოტა ხანი ყო და დავიძინე მე კაი არა მქონდა აღარ მინდა გიორგი რა გავაკეთო მეყურებს ეს როდეოდა გამოვედი სახლთანა ესე ზღურბთან დგა და ვინც არ უნდა იყო მან და რაღაც ვიმღერე და მოვიდა ხან ვინ შემოვიდა მეთქი ჩემი გიორგი სად არის მეთქი ჩემი გიორგი სად არის ფეიერვერკებს თუ რა არ ვისვრები არაფერს მე მეგობრებს ველოდები ხოლმე ზირთად და ყველა მოვიდა პირველი წელი იყო რომ არაფერი გამისროლია და თან მე ძალიან მიყვარს პიროტექნიკის გასროლა და მართლა აი მე 1-5 წელია ხალის იმდეთ აქ ძირად ჩემით ვამზადებ ხოლმე მახარ იარაღი გაგისროლია ახალ წელს აუ ეხა მოყვება ეს როგორ გაიტანეს იარაღების მაღაზია გორში მუხა პირველად შეგაკეთებთ რა ან ახალი ნაყიდი აქვს რაღაცა იარაღი რა ერთ-ერთი იარაღი საიგა რა ვის აქვს ნაყიდი მაგაც მამას რა გამოძიების ინტერესთან გამომდინარე შეცვლილია ნათესავების სახელები დაჭერილი ვარ იარაღის კომენტარებაზე იცი მიშას დროს და ძალიან გადავრჩი თორე ეხაც როგზე ვიქნები ვიცი ხო ეგ მოყოლილი განიერ გადარჩი წავედით ეხა უნდა და შევხვდით 12 საათს გამოვიტანეთ ეს საიგა ჩავწერეთ 30 თქია იყო და ატომღაც ბიჭო სანამ ის იმაში ტენდა მე მანამდე ცარელი აბოიმა რომ გავუკეთე ეს თქვენი პირში მივეცი რა და ჩამოვაგდებინე აბოიმა ანუ 31 თქია გვაქვს რა და სამი კაცი ვარ ძროსლები რომელმაც 1000 უნდა გაისროლოს რა ყველა თავისას ითulis 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 10 თქი აღარ არის არა არის ერთი ცალი რა ბიჭო უცებ ატრონებს ეს ხო გადაისროლა და ინსტინქტურად იარაღის მე პატრონებს აქვთ ეგეთი ის რომ სანამ იარაღს ვიზმეს ათხოვებ ან აჩვენებ ცარიარგისკენ ტრიალდები იმაშები ტენი რო ტყვია გადმოვარდეს თუ გასწროლა იქ ამ მოატრიალეს და ჩვენს კი გამოკრა ხელი რომ აი ცარიელი იყო და ანუ ძალიან კი არა რომ ვითომ თავის გაისროლა ბიჭო ვიტირე რა შეჩემა წინაზე რომ ერთი აქ კალამეთქი ის არის რა სულ შესაძლოა ჩაიცვი შენი კარგი სტრაკი ჩაიცვი მადლობა ამასაც მოვანეთ კაი ხო რაზე ვილაპარაკეთ ებაზრე ჩვენ რაზე ვილაპარაკეთ რომ არო ვაუ ველითაურის აღო მართლა აი ეს არის ქართული მოიხადე ხა ეს კეპები გიყვარს არა ძმო ახლა მაშინ არ მოგცი მადლობა ველითაურს მადლობა ეს დაგეგმილი გქონდა სხვადასხვაშორის და მე არაფერი არ ვწოდი მართლა როდეს კეპი მოიცა რა ხუდიან მანახე მოიცა מחარას დაგეგმილი არ არის არა ჩემია იმა დაგეგმა და მე არაფერი ან מחარას არაფერი ბიჭო კი გამიკვირდა დაგეგმა ეცა აუ რა ხარ კალა ნახე რა მაგარი ჰუდი გაიმაზა მიდი აბა ამოიღე მოიცა რა გინდა არაფერი არა ხალხმა იცის რაც მინდა מחარას დაგეგმილზე კი გამიკვირდა მეც რომ მომიტანეს საჩუქარია რა გიყარე შეყალა აუ მიდი გაზე იქნა ბიჭო სხვა ხუთი გაგიცვლი რა მანახე რა არის გა ოპა ეს არის ჩემი საყვარელი თამაში ერთ-ერთი Hollow Knight-ი აუ რა ალეხანს აი მეგობრებო იმე ხარ შეჩემ მიდი შენ გაზე ეს შეიძლება აქ ხსაც კნილეული გაიჩი და აუ ხაი გრეშე გამახსენდი ეს სახელი აწერია Royal Bakers-ი საკონდიტრო საწყობი ეს აუ ჩემი ეს ხელი გამოსა ეს არის შენი მასუნინე რა ხო შეხედე აუ დედის არის ბიჭო შენ წამეხა და ნახავი ეგ რა აუ მე ხარჭა მე წამოთ რა განა წამო მიდი წამო გაცემა შერდა ხა ხო გაცემა შემოიღე გაცემის არის აბა წამოთ მაშინ შეჩემ ხო და ეხა არ გვინდა არ დავიწყოთ ჭამა შოზე მოიგე ნამცხრებია შეჩემა რა აი ეგ მაი მიდი რა ეგ როგორ აუ რა ორი ხარ ეს არის თათარა და ეს გააჯვეწო ვიწებამდე ხარ გადასცემას პროცესს გააჯვი გუდი ჩაიცვის ოკოსი კი არა გადიეთი აი ეს მინდა პროსტა მიხო დაბახუჩემა აი როისა აჩიკო მოდი ეს ჩემი ძმაკაცი არის ბიჭო ეგ აქე აგროვეზა რომ ჩავაფურთხო შეჩემა ნელა გაუში მოჭი ჩემი ძმაკაცი არის ეს არის თათარა ეს არის ნიგოზი არა მართლა გეუბნები ფეხბურთს ათამაშოთ ის მოდის აქციებზე ერთად გავარ ჯაჭვი ერთად გავაკეთეთ და ახალ წელს ის მოდის შევთ ეს ვინ არის
რა ჯაჭვში გვერდზე მიჯდა მანქანაზე რულსატრიალებდა და მივიდევდით ჯაჭვსა რა ერთად იყავით ბიჭო არა ჯაჭვში ერთად ვიდექით კი ჯავს ერთად არა აი ამას გამოებით ქვეყანა არა აქციაზე რომ ვიდექით ესე გაუყრეთ ერთმანეთს და ესე მივაცილებდით ჩემ მე გამოვაგზავნე ეს არ მევასებო თათარა ო მოახარე აი ეს მაინტერესებს კაროჩე მე ესე ვიმუშავებ ძმაო რა რა არის ხორცის ველი თაურს უღრმესი მადლობა ეს ჩანაფიქრი გაჩნდა ძალიან მალევე სხვათა შორის აქვე აჩიკო მახარას რომ მოუტანეს და მე რო ტირილი რო დავიწყე მომწერეს რომ აუ თმა შენცო ჰა გემრიელია ეგეც გამოაცანეს აურია და ვსო აი არა ხომ ჩემი ბიჭო უღრმესი მადლობა აუ ეს შენამდე მე მომწერეს რომ კალსო გვინავს ეს გა აი გაჩერდი შენ არ უნდა გსოდნოდა ახლა ეს ისე ბოზიში ყო მანამდე მე მივწერო შენ რომ იზახო კალას მეთქი რაღაცა რომ დაუთრიოთ რა არა მაგა შეუქრო ხარ კაცო მადლობა ველითაურს მეც მომეწონა ძალიან ხუდი ჯიგრები არის მიდი რა იღე რა არა იყოს მაუ გაიხარე კეტო ძალიან საყოველობა კეტოს მართლავს ის რატყილე კაი არ გვინდა აი ჯერ რა კეტოს მიმართავ ამ გადაცემაში გამოვაგზავნოს თავისი თკვილეულები დავა შემდეგზე დაახურე თავი ხა ადამიანი არის დიეტაზე არა ხო ძმებო მაგ ეგ უარესი იქნება რომ აი მე რაღაც სუქანი ვარ აი მაგას მე სუქანი ვარ კაცო არა ჭამეთ მეც ვარ 120 კილო მე ვარ ძმაო და იგი ჯობია რომ გაუძლოს კალა იმიტომ რომ სხვა შეიძლება შუმად შეჭამ აი ხა ეს უყუროს აბა თუ გაუძლო რა არა გაუძლო მაგას კი იცი რა აი ხა რომ ვიცოდე რომ 2 საათზე უნდა შევჭამო 200 გრამი მისა ციციბურა და 1 ნაჭერი ყველი აი მაგ შემთხვევაში ვერ გაუძლებდი რა რო ვიცი რომ გაუვალ და შემიძლია შევჭამო რაღაც ოღონდ სომი არ იყოს და ყველი არ იყოს შემ ყურია კეტოპურია არ შემიძლია შონზიკ შენს კარიერას არ შევეხოთ ჩვენ არაჩვეულებრივ პროდიუსერმა გვაჩვენა ნაწყვეტი შენი ბავშვობიდან სულ მშურდა ხოლმე სხვათა შორის რო ხედავდი სტუდიაში ესეთ ბობოლა ხალხთან და მახსოვს რომ ახმოვანებდი ხოლმე ასევე შენ სხვადასხვა რაღაცებს კი აი რა გახსოვს აი ხა ნახე ყველა მახსოვს სუდი რა არის იცი აი მამაშენს მაგალითად მამაშენის გახმოვანებულები არის კლასიკა და შენს ქონდა TikTok-ზე სეგმენტი რომ ვათქმეინებო ხო ანუ აი ხა აბა ის თქვი და შენი თქმით ვეღარაფერს ვეღარ ეთქვი რომ ბავშვი სხვა ქონდა მაშინ და შენი ხმა დაიკარგა ჩემი ხო ისე სხვათა შორის არაფერი არ დევს მე მულტფილმები ძირითადად რაც გახმოვანებული ხო მულტფილმები იყო ერთადერთი შენი ყველაზე ცნობილი ფრაზა რა არის არა ეგრე რაღაცა იქნება ატაცებული ახლა იცი რა როგორ არ დევს Incredibles რო არის სუპეროჯა პატარა მიშიკო ხარ შენ ახმოვანებს სწრაფად რო დარბის მაგას ხო ეგ დევს მე მგონი სადღაც კიდე იყო ეგეთი მულტფილმი მან თავარ როლს ახმოვანებდი სტუმრად რობინსონებთან რაღაც ნაშვილები თუ რაღაც და ვიცი რო გამოიგონოს თუ რაღაც ვიცი ხო მან სიგარეტი ეგ რაც ნემოში ვიყავი კიდე აუ ნემოში ვახმოვანებდი ნემო ძალიან ძველია ის ძალიან პატარა იქნება ვახმოვანებდი კუსშვილს პატარა იქნებოდა სხვადასხვა 200 ლარი ავიღე მაშინ ხელფასი რა და ეს მახსოვს წნეთში ვიყავი მეძინა რომ გავიღვიძე შემომიტანეს 200 ლარი ფულია თან მაშინ ხო მაშინ ეს დახვეული იყო და აუ რაღაც მაგრა გამისწო დანარჩენი მამაჩემს მიქო ფილმები არა აი ჩახმოვანებაში აუ კი სადღაც მახსოვს მაგ ახმოვანებული ეგ ანუ აღარ დევს სხვათა შორის ეგ ძალიან გადაობა შენ იყავი კევინი ხო კევინი კი იგივე კობა კი იქ აქციაზე შემხვდა ერთი ბიჭი რა და იმან მითხრა რომ ეგ მაგვსო და DVD-ზე მე დავკარგე ის ტელეფონი და ისქნა რომ თავიდან გამოგვიგზავნოთ კი გიორგი გაჩეჩილაძეა მე მგონი სხვათა შორის ეგ ბიჭიც გიორგი გაჩეჩილაძეებს გაქვთ მარტო გრეჩი ხარ ეგ გია ამგონი შონზიკას თანამედროვე კარიერასაც რო შევეხოთ სკიბიდი შონზიკას თანამედროვე კარიერას ბევრი სასაუბრო არ არის სკიბიდი არა შეგეწინააღმდეგობდი შემეწინააღმდეგები კი სიკაროსანიო აჩიკო სკიბიდი ნანახი გაქვს სკიბიდი ჩემი კუკარაჩა სკიბიდი ნანახი გაქვს מחר სკიბიდის ორი ნაწილი არ დაიდო? ხო. პირველი კარგი იყო, მეორე ნაწილს ვეღარ უყურე. ანუ ისეთი იყო რომ ვეღარ უყურე თუ? ანუ რაღაც იმდენ გაწელილი იყო, თან თქვენ არ იყავით რა სიტყვის თავიდან ისე დაიწყო, რომ სხვა მსახიობი იყო ვიღაც, რომ არ დამაინტერესა. სხვათა შორის ნელა იწყება მეორე ეპიზოდი სკიბიდის, მაგრამ კარგად იკურება ბოლოს რა, ან ბოლომდე რო გეყურებინა აი შეცდომა დაუშვი ესე იგი. კი, ეხა მესამეს და ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი არის ეგ სკიბიდი მართლა, ჩემთვის სუბიექტურად დღეს YouTube-ზე გაცილება სკიბიდი. ამაგზეო დაიდო რაღაც სერიალი სპონჩი, ოღონდ
აბდაუბდა. ორდინგია, სიურეალისტური. ბიჭო, აბდაუბდა ცუდი სახელია, ხა აბდაუბდა ხდება რა მართლა. არა, აბდაუბდა უფრო ის არის. ცუდი აფერი. ლეგიტიმაცია. თვითონ ლეგიტიმაცია. ალილუზე. არა, გავიგე, წინაზე ალილუზე. ეს D2 დაჭრდნენ და მოიყვანეს მესამე. ალილოზე გვაგინეს წინაზე მეგობრებო. ოღონდ ალილო ვიმღერეთ რა. ხო. 25-ში შავწეთ გაცოთ ალილო ვიმღერეთ. აა და გვეცინებოდა პროსტა თან და ნავად იმღერეთ თუ მართლა. ბიჭო, არა ბიჭო, მართლა ვიმღერეთ. კარხასიაძე ვიყავით, საახალწლო ის იყო. ანუ კარგი სიმღერა, ანუ სამხელო სიმღერა. ეს ტექსტი ვიცოდით. ბოლოს პროსტა ამაში თქმა რომ გამოიწერეთ არქივი. იგივე მელოდიით გამოიწერეთ არქივი. და მაგას მოყვა ალბათ. აი, კაი ის მე არის. ეს ვარ, მე დავიცნე ვარ ის. ხო და აი, მაგიტო და პოზიცია. ხო, გვაინტერესებს შენი გადმოსახედიდან ჩვენ ვერ მივხვდით პროსტა შეურაცხყოფა. არა, ჯერ ესეთი რაც არ უნდა დაგვეშავებინა ოჯახები გვაგინეს, ანუ იმ ხალხმა ვინც სიწმინდეს იცავენ და ეგ ჩემი აზრით სულ რო გინდოდეს რომ შეიცვალო და შეცდომა აღიარო, აღარ მოგინდება მე ეგეთ ხალხმა. ერთადერთი მაგ დროს გაუმართლებელი შეიძლება იყოს რომ აი დამცინავად იმღერე. ბიჭო, არ ქონია ნაღდა. უნიბღერი ხარ, პროსტა გეციებ, ანუ მეც მიმღერია და რავი. ბიჭო, მეც ყოფილას ტიკაროსთან და მაშინ ეგრე რომ სულ მე უნდა დახო ჩემი მამა რომ ღმერთსაც აქ იუმორიო რა. კი ბატონო, კი ვერ არა, დაცინვაში რას გულისხმობ? ის იუმორის, აი, ხო ხდები შეურაცხყოფა. ქრისტიანებს დავცინოთ, არა ბიჭო, არ ყოფილა ეგ, ხა რო ყოფილიყო, აი დაჟე ვიტყოდი რომ აი რაღაცა ღაღადაობა გვინდოდა, მაგრამ არა, აი მართლა როდის დავამთავროთ და პროსტა ვიმღერეთ, აი ეს რაც წამოვიდა, ვიღაცა ტიპი წეს. ამაზე მეცინებოდა რაღაც მომენტში და ერთი-ორჯერ რაღაცა ჩავიფხუკუნეთ. ლოცვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლია რა მნიშვნელობა აქვს სათხარ. ვიღაცა ტიპი გვაგინებს, მე გაიგო რომ ამერიკაში ყოფილა. იმათზე არ მაქვს ლაპარაკი, ვინც იგინებოდნენ, მაგრამ ვიღაც არა, მაგაზე არ მაქვს. ვიღაცას ვინ შეიძლება მართლა რაღაცნაირად არ ესიამოვნა და ცუდად ბიჭო, მე მწერდა ვიღაც. მაგათ ხო არ მოუხადოთ მაინც ბოდიში. უნივერსიტეტში იყო ლექტორი და ის მწერდა რომ ამითი აქციებს აშავებ თუ რეებს აკეთ, ანუ ეგეთი რა მე არ მინახავს რომელ გადაცემაში იმღერეთ. ხა ბატონო, ბიჭო, უცების აქ რა ვისაც გულწრფელად რაღაცნაირად ცუდად მიიღო და ვერ მიხვდა. ჩვენგან პროსტა ცუდი განსახმა რო არ ყოფილა. არა, მექანიკური ბოდის ვიხდი მეგობრებო, ვინცაც ცუდად მიიღეთ. მაგრამ ის რო იცოდეთ რომ მე გავითავისე რომ რაზე ვიხდი ბოდიშს, არა, ვიხდები, ანუ მარტო. მე აგიხსნი. იდი ნახვი. არა, შეგიძლია მომასმენინო. ხო და מחარ ნახე რას ვამბობ, ვისაც გულწრფელად რაღაცა ვერ მიხვდა. აჩ ნამდვილ მოწმუნეს მაგას გულწრფელად მაგაზე შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ ჩემი. შენ რო იყავ, შენ რო ხარ ეგ? ანუ ადამიანებს წამთი ხა מחარა და ყალა ღერიან იქ თუ არ ღერიან, რავი, ანუ ვისაც ჩვენი მაყურებლები ხარ და რამე გეწყინათ, ბოდიში რა თქმა უნდა. თუ გეწყინათ მართლა ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა გაშარჟება რაღაცის. კიდე უკვე სასაცილოა ჩვენ რომ ღერით გაიგე, ანუ შევა ის ტონი არა აქ მეორე მესამეს რა ნამოჭერ არა ეგ იყო პრობლემა ალბათ, რავი, არა თუ მართლა რაღაც არა არც ყოფილა დიდი ამბავი აჩი ეხა თქვენ იმას შვებით ამბავს არა იმ ჯგუფში დაიდო პროსტა რაღაცა იმ ჯგუფში შეჩება მე რას ვფიქრობ იცი ეგეთ შემთხვევაში მართლა გულწრფელად რა ანუ რაღაცას შეურაცხყოფ ფიქრობ თუ არა რომ როგორ შეურაცხყოფა იყო თუ არა რაღაც ქრისტიანული აი ყოველთვის ვფიქრობ მაგალითად აი როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში ქრისტე რა თვითონ და მე მაგადა რომ გამოდიხარ მან ხვდები მე მგონია რომ ახლა შეურაცხყოფა ჩემი აზრით ქრისტე ანტი ჯგუფში არ იქნებოდა მოდი აქედან დავიწყო არა ეს არ იყო ვინმე შეურაცხყოფა ეს იყო ცოდვა შეურაცხყოფა როცა სხვა საქმე ხო რა ანუ მაგას ცოდვა როცა შენ წავსდა შეიძლება რაღაც მაგრამ ვიღაცების რო გოგინებს ოჯახს ბიჭო არ შეიძლება არა ოჯახს იდენტიფიცირდება ბიჭო აი ოჯახს ვინც იგინებით აი ეგეთი ტიპი ვინც ხართ არ ვიცი აი ჩვენ მაყურებლებს კიდევ ერთხელ ვისაც არასწორად გაიგეთ შეიძლება ან ჩვენ კი ბატონო მეც არ ვიცი განათლება არ მაქვს მაგ კუთხით და შეიძლება რაღაც ზედმეტი მომივიდა ბოდის გიხდით მართლა ვისაც შეწყინათ მან ზედმეტი არაფერი ნუ შენ არ უნდა გეთქვა ისე 100.000 გამოწერდა რაღაც არა ხო აი ერთადერთი ეგ შეიძლება კი ბატონო დაჟე ეგეც ანუ შეურაცხყოფა კი არ იყო აი რაღაც მაგან შეიძლება და ვიღაცაში თვითმიზანი ჩემი არ ყოფილა თუ ეგრე გამომივიდა ბოდიში მართლა იმ ხალხს ვინც ადეკვატურად გამოხატა თავისი პროტესტი კაი მოდი გადავიდეთ თემებზე
სოფლიოში ჯამში რამდენი განსხვავებული ზღვის კიტრის სახეობა არსებობს? შორს ვინც იქნება კიტრის მწნილებისგან კაც უნდა აწყოს და შემდეგ შეჭამოს. მეჭმევა, კიტრის მწნილი მეჭმევა. 50 კიტრი რა არის? ზღვის გოჭი, ზღვის კიტრი, ზღვის დელფინი. ზღვის კიტრი სპეციალური კიტრი რა. რა ზღვის პროდუქტია? რა ასფიქ პახმელეზე იყავი კიტრებზე რო რამდენი სახეობაა? მე 30 რა. ხელი რატომ რა თქმა უნდა 30. ალც ერთიანად თქვათ მაშინ. ბიჭო, აი რატო გიყო? მე ვიძახი პირველი და მე თავშკო გიხლიათ რა. რამდენი ზღვის კიტრის სახეობა არსებობს? შენ რამდენს ამბობ? მე ვიტყვი 60. შენა? 7. 7. კაი. მახარა შუაში მოხვდა. ხო და მე პირველმა ვთქვი და რა შუაში. რამდენი თქო? 30. 7 და 60. შენზიკა დაი. ერთი ცალი იქნება ეს კიტრი. სწორი პასუხია. არა, არსებობს, ესე იგი ბევრი უნდა იყოს. სწორი პასუხია. რა? 1500. აუ, ვიძახდი 1000-მდე მახსოვდა. აი ეს 500 აღარ მახსოვს. მე ჩაუვითენთე? მივაწოდოთ შუაში. კი, ჩაითენთე. 1000 რამდენი? 1500. იქენ ერთიც კი არა. ბოდიში წყლის კიტრი. წყლის კიტრი რა არის? გეხოცე ზღვის ზღვის კიტრი. sea cucumber. კუკუმბერ, აი კეთო რა. არ ვიცი. ზღვაში რო კიტრი ამოდის, შეჩემა რა. ამოდის კიტრს რა უნდა ზღვაში? გოლში რა უნდა ვაშლსა? უნდა არ გაისროლო რა. შენზიკ აი ტკბილეული ვერა, მაგრამ აიცი. რასაკე გადაიგრებს შენ. ეგ რა არის? ანუ რა ხდება? არ ვიცი, მე პროსტო იდაყვენა ჩაარტყა. ვიცი რომ ამის გარეშე არ გაიხსნა. ჰაერი უნდა შევიდეს და ერთ-ერთი ჰაერი აქ შევა ამითი რა. აი სადე? აი. აჰა. შევიდა ჰაერი. შენ გენაცვალე. ხელოსანი კაცი მაინც სხვა არის რა. აბა უკნინდა რატო ურტყავენ ხოლმე? მე რა ვიცი, ბოზიშვილი. არ ვიცი რა. რაღაცები ხوارსო. მოშიებია ბიჭო. მაგრამში. აგარ როგორ ბრეიქის მოსლო ჩააწყვეტა. არა ძმა. 1000 ლარად ამ ნამცხვარს მოვასხავ ამას და შევჭა. ან 40 ლარი მომეცი. ბიჭო, კაც უნდა. რასაც გინდა იმებს ვიზავ. ოპა, კაია კუკუმბერ. ანუ ეს ამაზე. ამას გავუყარე. ამას ხო? აი ამას. როგორ აბა? კუკუმბერს. გამეთ რომ დიდი რო გენახა ტანისთვის იქიდან რომ დაგეწყო რა. რა. კაცი, აი რა გინდათ შენი რა. აუ, აქ წავ. კაი, არა უშოს. შემდეგ სტუმარში ეწუხებს ექსუნდო შენ. ეგ რა? ეს კაქტუსს აწყობს. აი იგულავე. ეს ხელები რა. ამერიკაში ხო არაპირებ დღეს წასვლას. აი ეს ხელები. არ დაგავიწყდეს მაგ შენ. ეს არის, იმიტომ რომ უნდა ჭამო ეგ. აუ, შენ. ის როგორ უკონტროლებს ფეხები დარჩა. არ არის პრობლემა მშია. აბა მაშინ ჭამე ფეხები იქ. ეხა სამ ფეხას გააკეთებს. ისე შია. ის იქ რო არის რიკენ ენისი გაუკეთო. პიკალრიკი. ბიკერიკი ხო ბიკ. ახერას რო შეხვედროდა ეგ ჩელენჯი უეჭველი გაუკეთებდა. ნახარა ძალიან ცუდ რაღაც გააკეთებდა ჩემი აზრით. არა, ძალიან ლამაზია მარტო. თავი აკლია. რა შემდგომ. აი თავი შეჩემა და ის. რა თავი აკლია? ანუ აი ეს კომბოსტო დაადე თუ რაღაცა ხახვი. თმა. ხახვის შეჭამა, რავი, რაც იყო? არა. ხახვი დაადე. აგერა ჩაკვიჩა. რა გონია ხოლმე რაღაც ლაპარაკობთ, საუბარით გაგვიტაცებს. და ზღვის კიტრი რამდენი სახეობაა და? იმან წააგო და ჭამს ეხა. 7-იო მაგითო თქო არ მარტო არაფერი დაგჭირ შიგნით. ეცოდინებოდა ამას 1500 რო არის, პროსტო 7 თქვა. მე მოიწო მე ამას უყურებ, ის ჭხირი არ შეყვეს შემთხვევით. შენ კითხვა შონზიკას. ჭხირი. აბა ყუჩი მაშინ ვერ იხსნა. შეკითხვა შონზიკას. აუ. რა არის შენი ოფიციალური პროფესია? უნივერსიტეტში რაზე სწავლობდი? აუ, ყო. არა, სამამდე დავითვლი, მოიცა? მახარე 1 2 3 საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. გადავახტეთ. რაც ამაგზე ვერ გამოგივიდათ აშკარა. არა, როიც რაზე ვსწავლობდი, იცი, GPI-ში? ჰამაკის იდეა ვის ჰქონდა? ბასტო? ხო, რა, ხოჭე, სუმაგას დახსნა. მე ყველასო, ყველასო, მოიცო ყველასო. ყველასო, ხო. მეც მაგას ვთქვი, რომ ყველასთან დაიბადა ეს იდეა თქო. ბასტო რატომ გას დადის, რომ ბასტო ჩემი იდეა, მე ვარ თავარი რაღაცა.
მასტო ადამიანები იძახენ რომ ყველა სიდე იყო რაც ძალიან მართებული არის მართლა. კი ბატონო. 2024 წელს გამოცხვა მსოფლიო რეკორდსმენი პიცა. ეს ადრეც იყო ეს კითხვა. დაასახელე მისი კვადრატულობა, შორს ვინც იქნება ამ პიცის მომზადების ბრიგადირის როლში უნდა შევიდეს დანარჩენი ორი დამხმარეაო. ადრე იყო, მაგრამ ეს რეკორდი დამყარდა ცოტა ხნის წინ, ანუ განახლდა. რაღაც იუთუბერმა არ გამოაც, ხო? რა? რა 1000? 1000? ნუ 1 ჰექტარი. 1000 კაცი აცხობდა თქო. რამდენი კაცი აცხობდა ეგ ასე რეაქციებს ელოდები, ანუ 1000 თქვი და არა, შეჭება. კაროჩე, მე ვიზახი, რომ ეს არის 300 კვადრატი. არა, ძალიან ცოტა. ბინა არის 100. შენი სახე 700. ბიჭო 1100 მახსოვს მე არ ვიცი რატო. დღეს ძალიან არ ხართ ფორმაში, შეიძლება დილარო არის 8 საათი იყო მაგით. დილის 7 საათი მოვიდა ეხლა. სწორი პასუხი არის 4200 კვადრატული მეტრი. ჩემი პასუხები არის დღეს და იმენა მე არა ვარ ფორმაში. 4200 კვადრატი. მე მახსოვს რომ ვიღაც ამ აქამდე ალბათ ვიღაც იუთუბერმა არ გამოაც, ხო? რა წავაგე? ამ პიცის მომზადების ბრიგადირი ხარ და დანარჩენი ბრიგადირი რა. დამხმარე. ჩათვალეულები არა. ოთახში, არა, ოთახში ხართ ეხლა და ორგანიზება ხდება ამ ორგანიზება ხდება. ხო, ცხოთვისა? ხო. გეოგი, წინაზე ხსნიდით რეკორდსა. შენ ვარ მოგეჭამა ის 2 მეტრი ბოლოს. მოგებული გქონდა ყავდა იტალიელები. რატო გამიკეთე ესა? აუხნამ. აგემ ჟავეკიტრი მოგიტანე ხა. ჟავეკიტრი ჭამე. პიცას აღარ მიეკარო. დღის ბოლოს ჟავეკიტრი არ მეყო. დღის ბოლოს ფულს მოგაწვდით კი ბატონო. პეპერონი. იაფათ იმიტომ ვყიდით რომ ამა შეხედე რა. ეგ ეხავს მე მგონი ფულს. ვიღაცაზე გაყიდა. ამა შეხედე. გორი. მოდი. დაგირეკავთ ეძოდი კომპიუტერუ. დია. 2 მეშოკი აკლია იმ ფულსა. რო გამოსხობა ეს ხოჭამს. შენა დაგინახე რომ ცხოვრებაში გავთოვებელი საქმეა საროჭკად ახალი საროჭკით მოხვედი საწავი და 2 კილო ახლა კამერაზე არ მანახინო გეტყვით საწავი და 2 მეშოკი ფქვილი პრობლემები შეექმნა ერთ-ერთ ქალაქს პრობლემები შეგექმნება შენა ახლა ომი იყო და პრობლემა შეექმნა პურის ზიგში იყო ხალხი ეხლა როგორც გინდა საიდანაც გინდა ცოტა ჭადის ფქვილი გაურია სახელიდან მოიტანეთ პიცა უნდა გამოწხვეს 4500 კვადრატი არის ჩვენი ჭიათურის შებენი აუ წყალი ხო არ გვაქვს წყალი და კრაინა დალი ეხა ტრაკი დააყენე მართლა 1 კილო გისაჭამა კიტერი ბიჭო ჭამე 10 კბილი მიაყოლე მაგისო არ მინდა ჩანზიკას აქ დათამაშება ბოლოს ტიქაროსანი ხო იმაში სერიალში კი დათამაშები კარა ჩვენთან მსახიობები ხო ეგრე არიან ძირითადად აი ძველი ბიჭი მარცხნივ თავისთავად სამშობლო და ძალიან მაგარი არის ყველა მაგას მეუბნეოდა კიდე YouTube ლიგასაც შევეხოთ მოდი დიახ რა უნდა შენმა გუნდელებმა არაფრის დიდებით არ გათამაშეს უკვე 3 სეზონია ბიჭო რა ცუდია ეხლა მეხვეწებია მაგრამ არ ვიცი როგორ დასრულდება ბიჭო ხოჯობია 2006-ში გადავიტანოთ იმიტომ კეტო დიეტა უკვე თავისას იზავს კეტო არა ეგ მაღაზია არ ვარ კეტო დიეტაზე არა აი ის ვაფშე გააჯმეინე არა საჭმელი რომ მოხონდათ აბა რა მაგას ვერ ვქაჩავთქო ეგ სხვანაირად ვარო დიეტაზეო სხვანაირადო ცომის და ტკბილის და გაზიანების და მჟავე კიტრის გარეშე სამჯერ მოხონდათ ორი ჭამა მოდის დილით რა მართლა თუ გინდა მართლა მოიცა დილით რო შეჭამ საღამოთი არამშია არა დილით შეჭამ ერთ ჭამას ანუ აწერია იმას ზემოდან პირველი ჭამა მეორე ჭამა და ორი ჭამა სუთხეში ой კეტო ეგ თემა ყოფილა ასოციაციების თამაში სტუმარი ამბობს სიტყვას מחარა და კალა ერთდროულად ამბობენ ასოციაციას დაშვებულია მინიშნებებით სტუმარი მოგების შემთხვევაში მიიღებს ოქროს მონეტას რა ოქროს მონეტა მართლა ოქროს მონეტა არის რომელიც ევროპა დაამზადა შეიძლება არა ნაგავში არა ნამდვილი ოქროს მონეტა არის ოღონდ პრობლემა არის რომ მოგება არის ძართული რა ესენი ანიშნებენ გიჟივით ერთმანეთს შენ უნდა დაამუღამო ეგ მინიშნებები და ეხა გამახსენე თამაში ანიშნებენ თამაშის დროს წევნებს რა კაროჩი დაგიდე არა ჩვენ თამაშობთ არა გატყუებს ჩვენ თამაშობთ გულწრფელად უბრალოდ ჩვენ უნდა თქვა სიტყვა მაგალითად მაწონი ეგ თამაში ხო იცი პრინციპი თუ არა მოვიფიქროთ ასოციაცია მაგალითად არ უნდა ავწდეთ ასოციაციაში ეს ეგ არის რა არა არ უნდა ავწდეთ ეგ წესი ჩაინერგა იმ სიტყვას არ ახლა უნდა ვიყოთ თუ კიდია ეგ ისაც ეგრე იყოს ან ორივე ერთად უნდა თქვას და მე უნდა დავამუღამო რომ ანიშნებენ შენ უნდა დაამუღამო ესენი რას ანიშნებენ ერთმანეთს რა yes
ეხა შენ ჯერ სიტყვას ამბობ. ანიშნეს ერთმანეთზე გამოიცნეს, ანუ მე წავალ. ქულა იმათ ეწერება. ოღონდ შეგიძლია რომ გითხრა რომ ანიშნეთ ეგ და მაგრამ სიტყვას გიბლოკავს. ბიჭო, რაღაც ისეთ სიტყვას ვიტყვი მე. რა? კიდია. რაც კიდე ისა თქვი. წყაზარი. არა, უნდა ვიცოდეთ რა არის. აზარი და აზარი. წყას და მამა შენის გამოგონილი ლექსიკონი და არა, ნატრის ხეში არის ეგ სიტყვა ძმაო. რაში? ნატრის ხე. შიგნით, ფუღუროში თუ გარეთ? არა, წებოში. ხაზარი კი. ჰა? წებო? ოპა! წებო, ეგრევე ის ფილმი გამახსენდა. სამდე დაითვალა. 1 მოიცვა, გასვა. 2 უნდა დააცადო ორივემ უნდა თქვას რომ მზად არიან. ჩემი დოლი სად არის? აი იქ არის? კა მე მომაწოდე. ჩემი დოლიო და რაღაცა არ და რა მიანიშნა? შეხედე. ჩემი დოლი კაცო. მომაწოდე. დოლს ვიტყვიან და აი, დოლი შეგიძლია დაუბლოკო. ანუ სიტყვის დაბლოკვა შეგიძლია რა. დოლს ვეღარ იტყვი. დაბლოკო შემიძლია. რამდენიც გინდა? დოლს ბლოკავ ხო? არა, მართლა ის დოლი დავეწყა ხო. მიდი, დაითვალე სამამდე. სამამდე დაითვალე. კალა არ არის ეგეთ თავდაჯერებული. არა, ხა? არ ვარ, მაგრამ 2 3 ხე. არა, მოიცა. შეყალეო. აცდენ. ხო, მე ერთი მოვიგე. ხო, ორამდე არის თამაში. ბიჭო, დოლი მომაწოდებს, ეგ დედამო. რა საკავს ეგა? აი წებო, ფილმი გამახსენდა თქო. აა, ბიჭო, ნატრის ხეო თქვა კაცმა. შონზი, ერთი ქულაც რო აიღო, მოიგე. ოქროს მონეტას მოიგებ და გამოგიგზავნით მაგ ოქროს მონეტას. ეგ ოქროს მონეტა. არ ფასი არ უწევთ და ევროპა ამზადებს რა. ოქროს მონეტა არის, მოოქროვილი მონეტა არის, მთლიანი ოქროს არ არის. მინდა მაშინ არ რა ამოგება მინდოდა მე გამახსენდა რომ არა ამოგება მინდოდა მე გამახსენდა რომ სახე ჩაყავი და ეგრე დალიე. ალა მახარ ცოტა ფორმაში ცოტა რაღაც. აუ ის სიტყვა. სანამ რაღაცი გიხსნიდა წესას მაშინ. მე აქ ვიყავი შეჭო მინიშნების კორიანტელს. ხო და აი მე გავაправებდით რომ რაღაცნაირად რა. გაправება მე ვიცი გაправებაში მაგრები ვარ. ხო. თქვი რამე სახალხო. ეხლა მაგალითად ვიცით უკვე რამე სახალხო გითხარი რა. ეხლა ვიცით რა სწავლობ თქვა და პროსტა თუ შენ იტყვის ეს რაღაცას რომ თლად და ვაფშე დაგლიჯავს. სახალხო თქვი რამე რა აი კიდე. ციცარი. რა არის ციცარი არ ვიცი. შეცვალე. ისი. არ ვიცი. რა არის ცოცორი ვიცი, ციცარი არ ვიცი. შენს არის იცი? ციცარი ვიცი რა. რა ბიჭო ცხოველი ხო? ანუ ქათმის აი რა არუში. ქათმის ბიძაშვილი. ვეფხვარ. აი სო მაშინ შევწყვი. ქათმი რა არის აბა? რა მე თქვი ისეთი ბიჭო. ნახე ვერ ვაკეთე. არა, ხმარ მაგ. აი, გითხარი. ერთ არ მინდა ახალ წელზე ვიცი რომ ჩემს ქვეცნობიერზე მოქმედებ ხა, მაგრამ არ ვიტყვი. რა ზაგაზაგაში ახალ წელზე არ მინდა რა თქვა. დალევაზე რა უნდა თქვა. მე რაფერს ხო ვერ მოვიფიქრებთ. იმიტომ რომ ვარ. თქვი მიდი დაგვაგებიდე, დაგვაგები. ვა, ბიჭო, ძალიან ძნელი. რა არის ძნელი თქვით? ო. ჩაიწვება ძმო. ორ ეხა. ხო. სამ წამში თუ ვერ მოიფიქრე, ეწვება. ერთ წამ. აუ იმენა ახლოს იყავი შოზიკ. ვა, არც ეხა ვერ ხვდები რა შეიძლება თქვა ეგეთ სიტყვა. სტრესი დაემატა ეხა ამ ყველაფერს ერთი ქულას და იგებს ოქროს მონეტას და ეგეც არის. ერთით ერთზე ვერ ვიგე? არა. ორამდე არის თამაში. ერთ-ერთი გახდება ეხა. კაი, ვამბო. მიდი. ამ ეს თქვა ვიცოდეთ რა, ამდენი ხანი ფიქრობდი. პირიქით, მარტივი უფრო რთული, იმიტომ რომ ბევრი ასოციაცია არსებობს და უნდა გავარტყა. მართლა დამოვიწყე. რამე თქვი, ოლივიე თქვი, რაღაცა თქვი. დამანევე თავი. ლეიკოციტი. ლეიკოციტი? რა შვები შეჩემ? სიტყვა დავინახე რაც ანიშნა. დაუბლოკე. წითელს ბლოკავ და სისხლს ბლოკავ. აი, დავაი. მიდი. რა, მიანიშნეთ? მიდი. კი, სისხლი ვანიშნე. კაი, სისხლს ვერ ამბობს მაგას. რასაც შენ უბლოკავ, მაგას ვერ იტყვის. კაი, სისხლს ვანიშნებდი. და მზად ხართ ორივე? კი. არა, ერთს, არა, მე არ ვარ მზად, მოიცა. უნდა დაუბლოკო, მოიც უნდა დაუბლოკო ერთი სიტყვა კიდე. კიდე რა უნდა დაბლოკო? თუ რამე სითხეს ბლოკავ. სითხე დაბლოკე? აუჩი. კაი, მიდი. დაუთვალე სამამდე. მიდი. აუ, არა, რაღაცა. მიდი. აჩი დათვალე. 1 2 3 წნილი. აბა რა, ბიჭო, მე ლეიკოციტი. სითხეზე. სითხეზე დაბლოკე. კაი, მოიცა. სითხეო, ბიჭო, სითხე დაბლოკე. მოიცა. აუ, აი.
ეხა ახსენით რა შუაშია ლეიკოს. აი ბოლოს სითხე დაუბლოკეოზე მომივიდა ამასაც. სითხე დაბლოკეო და სითხე დაბლოკეო შევხედე და წნილი იყო, წნილი მომივიდა ძმაო. თო ლეიკოციდან რა თქმა უნდა. მე ლეიკოციტების რაოდენობა მაგასთან უნდა. კი, როსვან ასოციაცია ხოლმე ეხა შეცვლილი გაქვს. ლეიკოციტების რაოდენობა შეცვლილი გაქვს რო დალია. არა, ძმაო. არა, ძმაო. ოქროს მონეტა. რა მოიგე? ლეიკოციტთან შუაშია წნილი. გეტყვი ერთ წამი. ორი ვერსია არის ხა რა. ან გაუქმდება ტური, ან ახსნით. ჩემი აზრით უნდა ან ახსნით. ეს ოქროს მონეტაზე რაც გადავიდა თამაში, ხო გართულდა, ანუ რომ კარნახი შეგვიძლია. აი, არანაირად. თაჟი, აი მეცნიერებს რო ვესაუბროთ, რომ ეს კიტრის ლეიკოციტებზე არ მოქმედებს? წნილი დავაკავშიროთ. ლეიკოციტებზე არ მოქმედებს? ლეიკოციტთან არა, არ მოქმედებს. შევა, ანოტაციას წაიკითხო, სიტყვა ლეიკოციტი არ მოქმედებს არანაირ, ვაფშე არანაირ გავლენა არ აქვს ლეიკოციტზე კიტრის ზოგადად წნილს. გავიგე, სითხე ხო თქვი შენ? კი, მე სითხე ჩვენ ასოციაცია, ოპა, ჩვენ კალამო გავამხედა სითხეზე, მე სითხე. მოგვივიდა ასოციაცია. ასოციაცია ყოლა მოგვივიდეს. ასოციაცია უნდა მოგვივიდეთ იმ სიტყვაზე, რაც ამბობს მე რა სიტყვა? აჩი, მაშ სიტყვები რაღაცო იბლოკება, ანუ. ხო. სიტყვა იბლოკება თქვენი სათქმელი სიტყვები. ხო, რატო? ანუ ესე ლოგიკურად მომისმინეთ. მე ხო თქვი მაწონი. არა, მოგებაზე არ არის, ან გაუქმდება ტური. რატო? იმიტომ რომ მოგება არ გამოდის ეგ რა, იმიტომ დაემთხნენ. შენი მოგება არის თუ ვერ ემთხოვიან ერთმანეთს. აჩი, მაშინ ესე იგი ეს თამაში დაუბრუნდა ძველ წესებს. უნდა ესე იგი ძველ წესებს დაუბრუნდა ისევ და მაშინ სტუმარს აჩუქას დუღავაძლევთ. ოქროს მონეტა მოიჯოს. ჩვენ სანამ თამაში დაიწყებოდა, ჩვენ თქვი დავაზუსტეთ კიდევ ერთხელ. კავშირში უნდა იყოს თუ არა ეს სიტყვა, თქვენი ნათქვამი სტუმრის ნათქვამ სიტყვასთან. არის თქო. უნდა იყოს. კიტრი, ხო და კიტრი ლეიკოციტთან ერთად შეიძლება იყოს შუაში. ლეიკოციტები რა არის? არა. სისხლის უჯრედები, ხო? არა, შეიძლება წნილმა სისხლის უჯრედზე არის. არ უნდა გაუქმდეს. უჯრედიდან გამომდინარე. ესეთი რაღაც. ვირო, ამათ ლოგიკურად ვერ დააკავშირე. როგორ ვერ ანუ მოვუგე ძმაო. ერთი წამი, აჩი, კარნახს აზრი აღარ აქვს, მაშინ. კარნახს როგორ არა აქვს აზრი? კავშირში უნდა იყოს სიტყვასთან. მე რო დაგიბლოკე სითხე და. კაი. რა დაგიბლოკე? წითელი. ოკეი. მოიცა, მაშინ დაბლოკვა. კაი, გავაუ. მაწონს თუ იტყვი. ჩამო, მე ვატრაკებ, რომ არ უნდა გაუქმდეს. პროსტა ყველა გამოვუკლო. მე მოვიგე, ვაუ, რა უნდა გაუქმდეს? რატო არ მოვიგე? სტუმრის მოგება არის იმ შემთხვევაში თუ ცდებიან ესენი სიტყვაში. არა. ესენი უნდა ეს ბიჭო იმდენი ხანი ფიქრობდი ამერია თავში. ეს მოგება არის, მაგრამ მე ვერ გამოიგნე. ის ფურცელი გაჩნდა? მიდი. რაც წაიკითხე, მან წერია, რომ უნდა დაემთხნენ სიტყვაში. თუ ვერ დაემთხნენ, მაგ შემთხვევაში ეხა მესამე რაუნდი? არა, გაუქმდა. სიტყვა გაუქმდა თუ რაუნდი? რაუნდი გაუქმდა. ანუ ერთი ქულით იგებ ეხლა ისევ მანდვა. სიტყვა მალე გითხარ სიტყვა. რომ ჩვენ ტელეპათია. აი ეგ აღარ მინდა, კაი მოგაგებინოთ მაშინ. და პროცედურად წამაგებინეს, მაგრამ არა უშავს. არა, ეხა ეს აი არა, ოქროს მონეტა თუ გენანებოდათ. არა, გაუქმდა ბიჭო. შენ ხარ არა უშავს. ადამიანი წააგე და არა უშავს, აი არა უშავს. პირველი კაცემის გაგვიუქმა რაუნდი აღებულ სიტყვაზე. გაგვიუქმა რა პატივისცემა ქონდა და გავაუქმე. არა, აქამდე ყოფილა შემთხვევები შონზიკ, როცა არაფერ შუაში არ ყოფილა სიტყვა და ამათ დაუტოვებიათ მაინც ძალაში. შემთხვევებიც ყოფილა, ასე რომ ეს უკვე მიღწევა არის. გაუქმება ტური. და თომბაზე წამოვიდი. ხარიხა. რა? ხარიხა ხოიცი რაც არის საიდან მოდიხარ ჩემი დედა ხარიხა არის რა მართლა არის დააბიო ეგ არა აბა რა არის არ უთხრა რა არის არის შეგიძლია რა უთხრა შემი დაახლ მივანიშნო არის სიტყვა ხარიხა არის წესების მიხედვით სიტყვა ხომ უნდა ვიცოდეთ უნდა იცოდე არ ვიცი კაი არის უთხარი ფეხბურთში მეკარე რო დგას შეჩემა რა ფეხბურთში კარი ზედა გადაკვეთა შეჩემა კარი გვეთქვა მარტივად რა აი შემდეგ სხვა სიტყვა მე დავბლოკავდი მაგას რა თქმა უნდა სხვა სიტყვა ეხმურთან რაც ყველა კავშირში იქნება და ნახე არა ეგრე უფრაგულად ასე დაბლოკვა შეგიძლია სიტყვის მარტო იმ სიტყვის რაც მიანიშნია ხო ერთ წამს ნუ ძალადობ ჩემი ანუ ერთ საათია სიტყვა ვერ თქვი ბიჭო რამე ყავს უფრო მარტივი როი და ჩვენ კიდევ დავემთხიოთ ერთმანეთს ბიჭო ნუ ანუ როარ გაგიჭირდეს უფრო მარტივად რომ მოხდეს ყველაფერი უბრალოდ თქვი სიტყვა პური და ჩვენ თონეთი მოგიქერთ ან მე თონეთი შეიძლება თქვას და მე დაუ გრიგალი გრიგალი
ეს საინტერესო სიტყვა. ეს საინტერესო სიტყვა. არწივი გამახსენდა ეგრე, მაგრამ არწივი დაბლოკე. ხოზე ხ. არაფერ კავშირში არ არის არწივი. მანაერთ არ არის. არწივს არ დაკავშირებდი. რა ხდება რაღაცა რთული სიტყვა არის ბიჭო. ხო და რთული სიტყვა არის. არის ჩქარი. რიგალი. არის ჩქარი. გრიგალი? ხო. ბურბალი? არა, ხარ მზად თუ არა? ბიჭო, არა. ეხლა მე შემიძლია რამე დაუბლოკო? ხო და არა? ქართული სახელით ვთქვა, ძალიან რთული არის შეჩება. ქარს ბლოკავ რა. ხო. ქარი დაბო. ხო და აი ეგ სიტყვა დამოკიდე, რამე ხوار მივამატო თქო და ეგ ხوار გამოვა თქო. კი, ქარის ხალხსაც ბლოკავ. ქარის ხალხსაც. შეხურა გაქვს შეჩემა. მოი რა თქვი? ერთ წელს გაიცადე. რომის ანუ სიტყვასთან ლოგიკურ კავშირში უნდა იყოს. ხო, გრიგალთან უნდა იყოს სიტყვა პროსტა რამე ნებისმიერ იგივენაირად რო ირითმევოდი. ეგეც შეიძლება კავშირში რაღაცით უნდა იყოს რა შემოთქვამ სიტყვა. ბორბალსაც ბლოკავ მაშინ ვაფშე, რა. მაგის სამშობლო, ანუ სამშობლო. კაი, დავაი. დედის მზად ვარ, მე მზად ვარ. მიდი, რა ვიცი? ეცავ. ხო. რა. ამერიკას დაბლოკარ გამო მიდი, დათვალე. დათვალე. ეხა მალე დათვალე. აჩი შენ დათვალე. მოიცი, კაი, ყურადღება. დავაი. 1 2 3. ტორნადო. როდის მე ისიც კაი დებილია რა. აი ცალთი ვაპარაკობდი ქარბობა რომ მეთქვა რთული ხო არ იყოს სათქმელას თქვა რაღაცეზე ვაზრობდი და ამა დაბლოკა ქარის ხალია გრიგალი. ამერიკას ეუბნეოდი რომ თესლად გავაправდი. კაი არ გვინდა არა. ქარბობა მაგარიკულა ვიყეთ ძალიან. მე მგონი უნდა გაუქმდეს ეს რა. ესე ბიჭო ეხა ციას გეტყვი. ეხა წაგებული უნდა გქონდეს წესით. მერწამ შონზიკ ეხა არ დაეცე დუხით. ერთი ქულა და შენ იგებ მართლა ვამოთ რა. სამამდეა. ორამდე არის. ეხა არის ერთით ერთი. ერთით ერთი გადამწყვეტი რა უნდია. არ მინდა რა ამათ ჭინჭკლობები რა. არ მინდა რომ შენი იყოს ეგ ოქროს მონეტა. შეცდომით შეიძლება რომ მოიგო რა. ხო, ანუ ესენი შეიძლება ნახე ამას ეგონოს რომ იმა რაღაცა მიანიშნა ვერ გაუგონ ერთმანეთს და აცდნენ უცებ რა. ეგეთებიც მომხდარა. ნავსი აქვს სლუჩი რა. ნავსი აქვს სლუჩი. ეს კონდეს საინც სახელად რომ კარი. შენ ნუ კარნახო. არ იმაშვება. შეგეც ვიზე ხე იმიტომ აქ ავთქვი გაიგეთო. აქ რომ მოგუდა ეგეძრა. ის არის რა. აუ ვიცი. დაივიწყე. clean. Cooking clean, cook. Cooking with Kaya. სადაც სიტყვა მაიტაჩი. თქვი მაგალითად. ნავ ბურსი და არის უამრავ. გასაკუთრებით ფეხ. ხო. კალ. ყველი, არ ვიცი. ყველი? არა, არ მითქვა. ის ნახე, ჩემი ინსტრუქტორი ნახე. ის მაგარი არის, აი მართალაგეუბნები. განდილა. შონზე გისმენთ? შონზე ტვინი ხნა მაგ. ქარხანა. რა? ქარხანა მიღებულია სიტყვა. ყურადღება. რა გამოგვისვა ბიჭო. ძალიან კაი სიტყვა. ხანაზე. ძალიან კაი სიტყვა. ვაუ, იმენა იმაში ჩააგდე. არა, რაღაცას მაიმუნო. თავსატეხი გაუჩი. ხანზე მირეკავენ. მე გაქცე პასუხი. თუ ხა უპასუხებ. აუზანადვილია. ჰა? დაანადვილია. კარობკა ხო გინდა და შეჩემა და. $500 არის? არის მართლა. არის ქვეყანაა რა. $500 თუ იქნება ავიღებ. შეჩემა. რა ხო? ხუთა რა მიანიშ და? არ ვიცი. მანქანის დამამზადებელი ქარხანა. არა, ერთი სიტყვა უნდა. რა მიანიშ? მანქანის ერთი ქარხანა. არა, ძალიან მარტივად რა. აი, მაგრა გაუჭირდათ ბიჭო. მედი, მაგის დედავატირე, ჰა. მედი. კი, მზად ვარ. მოიცა, מחარ არ არის მზად. მზადა ვარ. მზადა ვარ. מחარ არ არის. ორი დარწმუნებული ვარ. დავაი, მიდი ავტო. აი, ყურადღება. ნაწილები მოიცა. 1 2 3. ავტო. მანქანა ხო დაუბლოკე. მანქანა დაბლოკა. მანქანის დამამზადებელი ქარხანა. მანქანის გამო გუსის წელს ხარ დაიბლოკა და კორიკები იქნე და კორიკები. რა ავტო, მანქანა ხო. ავტო ძმო. ავტო მანქანაა?
აუტო მანქანა არის, ავტომატიკა, აუტო. გაიკეთეთ ეგრე. აჩი ხო? ჯიგარი ხარ. აჩი გაიკეთე. მეთქი. აი რა გავიკეთოთ მეორე სტომარმა შევა მოიგო. რა, გეტყვი ხე ზუსტად. ამან რა პირის მოძრაობით ანიშნა ეგ, შენ რო გამოიხედე, საერთოდ გვიან გამოიხედე და ვერ დაინახე. აი არ მინდა ზმა. მე მინდა ევროპას. ყველაზე მაგერა იყო, იცი, თან არ იყო დარწმუნა. მეთქი დავინახე და ორჯერ მანიშნა თან პირველადაც დავინახე, მაგრამ დარწმუნებული ხარ და კი მეთქი ხო უთხარ, მაინც არ დამიჯერე. ავტო დავა იმით დაუშვიო იმასე უნდა. ავტო? აიჩი დავაი ავტო. მე დავაი ავტო დაუშვიო. როდის უთხარ? მიდი დავაი ავტო დაუშვიო და მე ბიჭო ისე სახიაო რომ გონია რომ აი ყველაფერი და უკრდა ხო. აუ ნახე ვინმე. ბასტო ურეკავს. აუ. აუ აი მე არ მინდოდა რომ შენ გეპასუხა იმედი. გაკოჭილი ვარ შეჩემო. რა უნდა გადაიყოს ამაგზე მართლა არაფერი არ იზრდება და აი რამე ჩვენ დიდარი ინვესტორები ყო და მაგათ უკეთებთ კონტენტს. შეჩემო ვერ მიხდი აქამდე რომ არ თავსი ვარ. ვიდეოზე YouTube-ზე რაღაცდებთ აუტანეს სახში ფლეშკი. ხო და რავი ჩაუვთე. ერთი HDMI კაბელი ჩამოიყვან. ბასტო მოგებული მქონდა ოქროს მონეტა და ჯიბიდან ამომიღეს შეჩემო. ჭირდები დასახმარებლად. იჭიჭყლეს ასოციაციებაში. ბასტო ბევრჯერ ნამყოფი და არ დაიჯეროს მაგას თუ მაგას ვიჭინჯყლეთ. რა გინდა? მაგას ჩემი ვალე და რა გინდა? რომელს აქ მე ამოვიღებ. რომელს აქ? ჰა? მეგობრებო, 1 საათი გაგრძელდება ხო კიდე. სტუმარი იყო შონზიკა, რომელმაც წააგო სამწუხაროდ ოქროს მონეტა, მე მართლა და დავასრულოთ ამ კითხვით. მაყურებელს ვთხოვოთ რომ გამოიწეროს არხი. შონზიკასთან მოვიდა შეკითხვა სხვათა შორის, მაგრამ თემატური იყო. რომელი ჰამაკის ყველაზე აუტანელი წევრი? ჰამაკის ყველაზე აუტანელი. და რატომ ბასტო? და არა ბევრი. არა, ბასტო არ არის აუტანელი. მართლა. ტიპსა და ცხოვრობენ რომ ბასტო აუტანელი არ არის. ეგეც სამყაროში ცხოვრობს რომ ბასტო აუტანელი არ არის. ანუ ატანილი ვინ არის? ბატონო შონზიკ. არ ვიცი. ანუ აუტანელი ბიჭო ვის აჯავხომე რავი. ბიჭო აუ ყველა ერთმანეთს. ესე არ მართლა მოიცა უნდა დაუფიქრდე რა ასოციაციობანას ხო თამაშობთ ახლა მესამე. სანამ შონზიკა ფიქრობს ჩვენ დაგემშვიდობებით მეგობრებო. იმიტომ რომ ჩვენ ვზრუნავთ შონზიკაზე გადაღებაზე მიდის და თვითონ არ ვიცი რატო წელავს. და სკიბიდი მესამე ეპიზოდი რო სწრაფად დაიდოს. ხო, ამაკის ეპიზოდი. ამისათვის შონზიკა უნდა წავიდეს. იანვარში გეოლდებით შონზიკა ოქროს მონეტა ვერა, მაგრამ ჟავეკიტრი გაჭამეთ. მართლა ერთი ბანკამ ჟავეკიტრი მოწამლული იყო თან ცოტა სულად ვარ. ხო. არა, დაგეხმარებ ეგ ხამაკში კარგად ითამაშებ რაღაცას. შეკითხვა მაქვს. შენი დიეტის პირველი დღე ჩვენ დავით. მაყურებელთან მაქვს შეკითხვა რა. მაყურებელთან აქვს შეკითხვა? ეს თამაში ზედმეტად რას შენ ბიჭო შიქხვა? ზედმეტად არასამართლიანი და მოგვიტანეთ მე და კალას საჩუქრები. ჩემი აზრით, ქთამი მოგვიტანეთ მე და კალას. მე მოვიგეს. და მოიგებენ მე. ეგ წესი შენ მოიგონე ხა რომ ყველა სტუმარი ეგრე მიდის აქედან. ჩემი აზრით მე მოვიგე. აი კომენტარებში დაწერეთ მეორეზე მოვიგე. არა, ფურცელს მაგიტო გეუბნებოდი რომ იქ წერია რომ და დაიმთხოვნე რა. გულწრფელად გეუბნები ჩვენ აი ეს დიკიდია. კი ბატონო. აი მართ აი მართლა მაგრამ აი მოვიგე აი ყველაზე კი იმიტომ ჩვენ ვართ დაუმარცხებლები ოქროს მონეტა მე მიმართავ აი აჩიკოს მიმართავ ბიჭო ხელოვნებაა კაცმა ავტო მიდი დაწყე აი ხელოვნება აბა თამაში და უი ვერ გამოვედი უი შენ ის მე გამოვედი ხა და აჩიკოს ავტოს რო ვეძახდი ეგ არა ან მაგტურს არ გულისხმობ ხელოვნება არ არის ეგ ეგეთი ტური ბევრი ეს არის კარნახის ხელოვნება აი რაღაცა სუსტად ამქვით თავიდან რომ მეთქი ხელმცებ და ჭინჭკლი არა მაგის წინატურს რაც შეეხება მართლა ყოფილა შემთხვევები როცა არაფერ კავშირში არ ყოფილა სიტყვა და ჩაქვია რა ტორნადო შეჭება ეს რაღაცებს ვაკეთებდიო ტორნადო გვეთქვა შეჭება საიდან მიხვდით არა
ტორნადო იყო პირველი. გაუქმება პირველად მოხდა. გაუქმება არ ყოფილა. მე კიტრზე ჟავეზე ვამბობდა ეგ ყველაფერი ვილაპარაკეთ. მე ხო ხედავ არ ჩაითვალა. ხო და მე მოვიგე. აი კალა ქარბულბა კაი წავდი თორე დავიძრა. დაგემშვიდობით. აგადიყავით მეგობრებო. კარგად მე ის შემოთავაზოთ ორი საჩუქარი მოიტანო ძმაო მე და კალასთვის რაც უნდა მოგეგო რომ გააუქმეთ მოგებული წლის ბოლოს ხო ვიგებდით ჩვენა. საჩუქარი მე და კალას მოგვივიდეს და მე ადამიანად ვითამაშოთ ძმაო. შონზიკ პრინციპი არის რომ ესენი თუ არც ერთ სტუმარი არ მოიგებს სეზონის ბოლომდე ამათ შეხვდებათ ეგ მონეტა. მაგიტო არიან ცხოველები. ანუ შემდეგ წელს ხო მოვალ უკვე. მე შემდეგი ის იქნება სხვა რამე. ეხლა რომ მოვიგეთ ჩვენ ეხლა რა სეზონის ბოლომდე. სეზონის ბოლომდე და გავწვი. როდესაც სეზონის ბოლომდე? ივნისში. ამას სეზონის ბოლომდე მოვიგოთ ისე? რო ანუ განახიც არ იყოს? არა დავლაგდით. მე რა წესები ჩამა. კარნახის გარეშე ძალიან ძლიერი იქნება ძალიან. ჩანსი არა. კარნახი არის, ბაბიტა წერია რა, კარნახი შეიძლება. მაგარი თამაშია, მინდა თავარი ამბავია კავშირში უნდა იყოს თუ არა იმ სიტყვასთან. და და 10 სიტყვა უნდა ჩამოწეროთ წინასწარ რა. ეს ხო და 10 სიტყვიდან ოპა 7-იან რაღაცა ოპა მინიშნებები უნდა გააკეთოთ რაღაც ხელები. კატ აბა კარგად. აბა მადლობა.